პირველად ისტორიაში. რადიო მაესტროს ეთერში. ასანთის შექმნის შესახებ მსოფლიო ბევრ განსხვავებულ ვერსიას იცნობს. ერთ-ერთის თანახმად, ისტორიაში პირველი ასანთი ჩინეთში შეიქმნა. მაშინ ხის წვრილი ფირფიტის ერთი ბოლო ქიმიური შენაერთებით იყო დაფარული, მათ შორის გოგირდით. ასეთი ასანთები ნახსენებია მე-13-მე-14 საუკუნეებით დათარიღებულ ჩინურ ტექსტებში. მე-15 საუკუნეში გამოგონება ევროპამ გაიცნო, თუმცა აქტიურად მისი გამოყენება კონტინენტზე მე-17-მე-18 საუკუნეებში დაიწყეს. მსოფლიოში ცნობილი კიდევ ერთი ვერსიით, პირველი ასანთი 1805 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა ჟან შანსელმა შექმნა. 1813 წელს ვენაში გაიხსნა პირველი ქარხანა, რომელიც ასანთების წარმოებით იყო დაკავებული. ფართო წარმოებაზე ფაბრიკა 1826 წელს გადავიდა. ეს კი ის პერიოდია, როდესაც ევროპა უკვე კარგად იცნობდა ინგლისელი ქიმიკოსისა და აფთიაქარის ჯონ უოკერის გამოგონილ გოგირდის ასანთს. სხვა ისტორიული წყაროს ცნობით, ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯონ უოკერმა მსოფლიო ისტორიაში პირველი ასანთი 1827 წელს შექმნა. ახალი და საჭირო გამოგონება ფართო საზოგადოებამ მალევე გაიცნო, რადგან პატენტის მიღების შემდეგ ამავე წლის 7 აპრილს პირველი ასანთი დახლებზე გამოჩნდა. არსებული მონაცემებით უოკერის ასანთი სიგრძეში 2,5 ან 3 დიუმს შეადგენდა და სპეციალურად იფუთებოდა. ერთ შეკვრაში 84 ცალი ასანთის ღერი და სპეციალური ქაღალდი იყო მოთავსებული. ინგლისში შეკვრის ფასი 1 შილინგს შეადგენდა. მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გამომგონებელი არ გამდიდრებულა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ითვლება ის არასასიამოვნო სუნი, რომელიც ასანთებს ქიმიური შემადგენლობის გამო ჰქონდა. ჯონ უოკერის გამოგონებიდან 5 წელიწადში ასანთი შექმნა გერმანელმა ქიმიკოსმა კამერერამაც. მან თეთრი ფოსფორისგან მიიღო მასა, რომელიც ხაოვიან ზედაპირზე ხახუნით ადვილად აალდებოდა. 1830 წელს ფრანგმა ქიმიკოსმა შარლ სორიამ ასევე ფოსფორის ასანთი გამოიგონა. მიღებული პროდუქტი საკმაოდ საშიში იყო, რადგან მას ხახუნის გარეშე ხშირად მყარ ზედაპირზე შეხებაზეც კი ეკიდებოდა ცეცხლი. სორიას გამოგონებას არ ჰქონდა არასასიამოვნო სუნი, თუმცა ის საშიში იყო ჯანმრთელობისთვის. მის მიერ მიღებული ქიმიური შემადგენლობით იმ პერიოდში ბევრმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. 1855 წელს შვედმა ქიმიკოსმა იოჰან ლუნდსტრემმა წითელი ფოსფორი თეთრით შეცვალა. ასეთი ასანთი ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნიდა. ლუნდსტრემმა პირველი შვედური ასანთის პატენტიც მიიღო. 1855 წელს გამოგონებისთვის მან პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე მედალი დაიმსახურა. 1906 წელს მსოფლიო საერთაშორისო კონვენცია მიიღო, რომლის თანახმადაც ასანთის წარმოებისას თეთრი ფოსფორის გამოყენება იკრძალებოდა. 1910 წელს კი მათი წარმოება ამერიკასა და ევროპაში სრულად შეწყდა. პირველად ისტორიაში. რადიო მაესტროს ეთერში.